ანუ სიმაღლეზე რო ვარ, არ მეშინია თქო, მაგრამ აბა 4-5 წლის მანძილზე თამაშობდი პროფესიონალურ ჩოგბურთს. მე მგონი სიმაღლის მეშინია. დაიგი. ისე სვეჩერს ძალიან მინდა სტრიპტის კლუბში ერთხელ მოვიდა. მიდი. Hey, nah, bro. ო გაწყენინე. შენ თუ გონია ფანჩი არა? გამარჯობა. Bani, what? მოგესალმებით ნიკამ. Привет. მიამ. როგორ ახართ? კარგად თქვენ? მადლობა, კარგად. შენც მითხარი. არ უჩივი არაფერს. თქვენ ხარ უჩივით რა. ჯერჯერობით. წერის ტკივილი. დავიწყოთ იმით, რომ გითხარით, ვინ ხართ, რა საქმიანობთ, რა შვებით, რატო შვებით და ასე შემდეგ. ვინ დაიწყეთ? ესე იგი, მე ვსწავლობდი არქიტექტურულ ფაკულტეტზე. სამწუხაროდ გამოვედი უნივერსიტეტიდან, იმიტომ რომ ეგ სფერო აღარ მაინტერესებს, თუმცა შემდეგი წლიდან მოვპირებ სწავლის აღდგენას, ოღონდ ტანსაცმლის დიზაინის განხრით. და ასევე ტიქტოკერი ვარ. ოკეი. ტანსაცმელს ანუ შენი ქსელი გინდა გააკეთო? კი. რა სახის ტანსაცმელზეა საუბარი? ანუ ძალიან მომწონს კონკრეტული სტილი, რომელსაც ჰქვია ოპიუმი. ოპიუმი? კი. ოპიუმის ქსელი გინდა რომ გააკეთო? არა, ესეთი ტანსაცმლის სტილია. TikTok-ზე რას აკეთებ ხოლმე? TikTok-ზე რას ვაკეთებ და თითქმის ყოველდღე გავდივარ ლაივში. ხო და რა ვიცი, ანუ ჩემი ლაივები ჰგავს იცით როგორ სიტუაციას, აი მეგობართან საღამოთი სამზარეულოში რო დაჭდები ყავას როს უნდა რო ჭრაობ. კეთილი გასაგებია, თავის საქმიანობის გარდა თავისუფალ დროს რას აკეთებ ხოლმე? გასართობად კლუბში დავდივარ. კლუბში. ან მეგობრებთან ერთად სახლში ვიკრიბებით, ხო. ანუ კლუბური მუსიკა გიყვარს, ცეკვა ელექტრონული გიყვარს? მუსიკა, კი. ხო. ოკეი, რამდენად ხშირად დადიხარ? ადრე ბევრად ხშირად დავდიოდი, ახლა კიდე მოვუიშვიათე. კი. კეთილი გასაგებია, ნიკა რას გვეტყვის? მე ვარ ბანი, ფილოსოფოსი და ჰიპ-ჰოპ არტისტი. სიო. არაფერი არ მომბეზრებია და არაფერს არ ვიწყებ მომავალი წლიდან. ფილოსოფოსი და ჰიპ-ჰოპ არტისტი ვარ. ფილოსოფოსობა რა გგონია? რაც მე ვარ, მე გაგისაუბრები. რავი, ახლა გამესაუბრე. ადამიანის ტვინებში უძვრები. და მან გრჩები. კაი, დეითებზე როგორ სიხშირი დადიხართ ხოლმე? დეითებზე როგორი სიხშირით დავდივარ და ჯამში ორჯერ თუ სამჯერ ვარ ნამყოფი დეითზე მარტო ისიც ჩემ ყოფილთან. შენს ყოფილთან? კი. როგორც ყოფილთან თუ როგორც შეყვარებულთან? როგორც შეყვარებულთან, მაგრამ როგორც ყოფილთან დეითზე რო ყოფილიყავი? ხო, ეგ ძალიან ცოტა უცნაური იქნება, ხო? სად იყავით დეითზე? სად ვიყავით დეითზე, რა იაპონურ რესტორანში ვჭამდით სუშის. კაიფულიანი ყოფილა შენი ყოფილი. კაი, სულ ორჯერ იყავით? სულ ორჯერ იყავით დეითზე? ხო. შეყვარებულთან. რამდენი ხანი იყავით ერთად? 6 თვე. 6 თვე, 6 თვის განმავლობაში ორჯერ იყავით დეითზე. ხო. ან მე ზოგადად არ მოყვარს, როცა ჩემზე ფულს ხარჯავენ. ხო. რატო? არ ვიცი, თავს უხელხულობ. აბა ვარდებს რატო ვარტყმებინე ყოველ საღამოს? არა, ვარდიც ორჯერ მაჩუქა მარტო. აი, საწავედით. TikTok-ის ლაივზე გაუბნები. მანდ. ხო, რა ვიცი. მანდ იძახის ხო? არა, ხალხო, არ გინდათ, ნუ წუხდები. შენი ფილოსოფოსი ხარ უბრალოდ. ანუ ახლა ხანს გამოვიტანე TikTok-იდან ფული, $15 დამიგროვ და 6 თვის მანძილზე. ძალიან იშვიათად მიდონატებენ, იმიტომ რომ არ უთხოვდანაც. რაში დახარჯე $15? ორე ტაქსიში. აქ მოსასვლელად. გასაგებია. შენ რა სიტყვი დეითებზე? მეც იშვიათად დავდივარ. 12 ჯერ ვარ მე ნამყოფი. და ნამყოფი თითქოს ის იყო, იტალია და ხო, სად ვიყავი, მაინც უნდა მკითხო. მე 12 ჯერ ვიყავი ფრესკოში, წერეთელზე და რაღაც თესლი სალათი ვაჭამე იმუს. ფრესკოში ქონა დეითი. მაგიტო იყო 12 ჯერ სხვადასხვა გოგო, ეხა გამახსენდა. ეხა მივხვდი უბრალოდ. ფრესკოში რატო იყავი დეითზე? მან დაკეთებენ მაგარ სალათს. სალათის გამო
Yes. ანუ სალათით გოგოს გამო ხوار წავა. დეიძე. ხო. ხო, რა გინდა გოგოს გამო დეიძე. ურთიერთობაში თუ ყოფილ ხარ? არა. არა. არანაირში. დეიძე 12 ჯერ კიდე სალათი ვჭამდი. ხო და იმ 12-დან რომელიმე იყო რაღაც ცოტათი გრძელვადიანი. ანუ სალათს გაცდით? ანუ ცეზარის შემდეგ იყო რამე? უნდა ვთქვა? არა, მოდი იჯექი უბრალოდ. და ჩვენ რაღაცას ვიზამთ. იყო. იყო. რა იყო? უნდა ვთქვა? რა ვიცი, უნდა თქვას ხალხო? გვანახოს. გვანახე. დევს. OnlyFans. მომიყევით თქვენი red flag-ები და green flag-ების შესახებ. ალბომ. ეს კაც დაყვება ხოლმე ყველგან. რაც ფინალი მოიგო, ეს კაც დაყვება ხოლმე და სალფეტკები დააქვს ხო. red flag-ები და green flag-ები მაინტერესებს თქვენი. დაიწყო. არა. შანსი არა. ამის სხვა მოძრაობა რო გააკეთო. ფოდნოსი გადაგაგდა. ჩემი ყველაზე დიდი red flag-ი არის, როდესაც ბიჭი არის უზრდელი. აი ყოველ მეორე სიტყვაში ბილდ სიტყვაობს, არ არის ხალხს რო ემნება სალფეტკი მომიტანეთ რაღაცა. არ არის განათლებული, ანუ განათლებაში იმას არ გულისხმობ, რომ რაღაც მედალოსანი იყოს, ოქროს მედალოსანი და რაღაც წითელი დიპლომი ქონდეს, მაგრამ ანუ ნაკითხი უნდა იყოს აუცილებლად და მოწესრიგებული. მარტო აგათა კრისტი თუ აქვს ნაკითხი? აუ, ეხა. მაგ შემთხვევაში რა ხდება? ხო, რა ვიცი. კაი, შენ რა სიტყვა? ხომეც აი თავი green flag-ი არის, ნაკითხი უნდა იყოს. ოღონდ სერტიფიკატს არ გულისხმობ ვინაიდან და რადგანაც განათლება არის პიროვნული მომწიფება. და Tesla ტრაკი უნდა ქონდეს. კი ბატონო. ანუ red flag-ებში რას გულისხმობ, რომ აი red flag-ში გულისხმობ საშინელი იუმორი რო აქვს. დებილი აი ქათამი როა. ქათამი როა? ხო, აი პრონტი როა, აი რაღაცა სიტყვა გვაქვს სამეგრელოში და ვერ ვიხსენებ. მეგრელი ხარ? კი. რამე კაი წავედი. რამე ფლეგი ხო არ არის? არა, ჩემი ერთ-ერთი ყველაზე ახლო დაქალი არის ზუგდიდელი. 10-დან 10-ია, მაგრამ რაღაც, ხო? ან ხო იცით თამაში? კი. 10-დან 10-ია, მაგრამ კატებზე და ძაღლებზე ალერგია აქვს. 10-ია? 10-ია. კი. ხო, ანუ ძაღლიან კატა ვერ ყავთ რა. რატო ჩემს თავში მაყალებ? და ის სოკე ვიცხოვ. სოკეს ხორ. არ გვექნება კონტაქტი, ცალ-ცალკე ვიქნებით. არა პრობლემა. ოკეი, ანუ 10 მაინც. მაგრამ ანუ ურთიერთობა თუ გექნება. სხვა შერს არის რაღაცა წამალი, ანუ ალერგია თუ გაქვს სულ მაგას და სულ მაგას დალევს ხოლმე. წამლებზე შეაჯინა ეგრევე. ოკეი. ანუ წამლით მოგვარდება ეგ პრობლემა. თუ ვერ გვარდება? ხო, ცალკე ვიცხოვრობ. ცალკე ცხოვრობ. ანუ სახლში გვექნება ორი ოთახი, ერთი ჩემი, ერთი მაგისი. და თუ გამოძრა ის კატა ან ძაღლი ოთახი. ან ის ტიპი თუ გამოძროთ თვითონ. ხო. ხო. მაშინ დავაბავ, რა ვიცი. იმ ტიპს ტიპს. ტიპს. გამიშვირამი. 10-დან 10-ია, მაგრამ ქმარი ყავს. 11 უფრო მეოსება ეგრე. რატო? რავი, აი მეოსება ეგრე რა. ან ცუდ რაღაცას რო აკეთებ ეგ? კი. ოკეი. ან ცუდი ტიპი ხარ? არა, არ ვიცი, ეგ თუ ცუდი ტიპობაა, ვარ. შენ არ ხვი რომ ცუდი ტიპობაა? მიდი თქვი. ან ღმერთმა განსაჯოს. ვაუ! იმიტომ რომ only God can judge me. 10-დან 10-ია, მაგრამ ნეკათიძე აქვს გზელი ფშხილი. ტაქსისტია. 10. ცალ-ცალკები ცხოვრებთ. ანუ იდეაში ნეკათიძე გრძელი ფრჩხილი თუ აქვს ორი ნიშნულობა შეიძლება ქონდეს მაგას. მაგრამ კაი 5 იყოს. არა, ის ორი ნიშნულობა მაინტერესებს რა. მაგას არ ვიტყვი. რატო? რა შეიძლება იყოს ორი ნიშნულობა მაგის? ერთ-ერთი ტაქსისტი. აჰა, მეორე? მეორეს არ ვიტყვი. და მეორე გიტარისტი. ხო, გიტარისტი. კაი, გასაგებია. 10-დან 10-ია, მაგრამ ნიკის ლოუს უსმენს.
გამომარჯოს ღმერთმა. კარგად იყოს. მე ვაყურებინე მე კაი რაღაცეებს სახში, ამიტომ რავი 10-დან 10 არ. რამე მულტფილმს ჩართა. არა. ერთ ბეთლს ჩავხტო. მაინც რომ ნიკისო ურჩევნია რა. აი მაინც 10. მაინც 10. Yes. ოკეი, კაი, 10-დან 10-ია, მაგრამ რუსულ შანსონს უსმენს. რას? რუსულ შანსონს. რა არის ეგ? კაი. Простирადნა ესე. რა არ არის 10-დან. რაღაც კანკალი დაეწყო. შენთვის მომენტია. რა ყველა ადამიანს საკუთარი გემოვნება აქვს და თუ მაგას უსმენს, мы будем слушать вместе. აი 10-დან 10-ია, მაგრამ თრისომზე გეჩალიჩება. 11. თრისომს გააჩნია? თუ არ აქვს მშლობა? ანუ ისიც 10-დან 10. ანუ ბიჭი გოგო თუ გოგო ბიჭი? მე ხო ბიჭი გოგო აჰა. ბიჭი გოგო. და ისიც 10 თუ რავი 20 გამოდის. თუ ის მახინჯი და ქალია? გააჩნია რა როლი გექნება. თუ ვუყურებ? მაშინ თუ უყურებს რომ მე დადოს სალათის მე რა ვქენით, მაშინ არ ვაკრუვ. ოკეი, კაი. 10-დან 10-ია, მაგრამ სულ შიშველი ძინებს. რა უძდელობებს მალაპარაკებენ რა არის. არა, ეგეთ აღურახსნელ ადამიანთან არ ვქნები. ცხელა უბრალოდ. რატო აღურახსნი არ ცხელა რა? ცხელა ხო ანუ მაგის დედავადი რა ვქნა? 10-დან 10-ია, მაგრამ სუფრებზე თამადობს ხოლმე. გოგო ბიჭო, თავაზუსტები. ხო ამ დგება ხო და აბა რას სუფრაზე თავადობს? ცეკვა სიმღერა იქნება. არა. არა, ორია. 2. 10-დან 10-ია, მაგრამ წერის დროს გეუბნება ჩასელფე. რის დროს? ნუ მიმოწერის დროს რა, ჩასელფე. 1. 1. უთქვამს იმე შენთვის? რა უბედურება. არა, ჩემთვის ყველაზე საშინელი რაღაცა რაც უთქვამთ არის ის, რომ ინდაურის ემოჯი გამოუგზავნიათ და უკაცრავად ლამაზ გოგოებთან მირგვისო. შენ რა უთხარი? არაფერი დავბლოკე. 10-დან 10-ია, მაგრამ Instagram-ზე ბევრი ფოლოვერი იმის ხარჯზე აქვს, რომ ჯერ თვითონ დააფოლოვა და მერე unfollow-ს დააწვა. ეგეთებთა რა სიზა? 6. 6. ეს პროს რენდომად ხო 6. ოკეი. კაი. მე მყავს ეგეთები. მე რა unfollow-ს მიკეთებ, თითქოს მე ვიყო მაგათი ფანიჩი. ხო, საშინელება. ანუ შენს ქონია მაგის რა გამო. თქმა უნდა, დღეს უკვე ორ ადამიანს მივწერე. ორ ადამიანს მიწერე? ხო, რომ unfollow-ს როცა აკეთებ, follower-ებიდან წამშალეთ ხო. ოკეი. კარგად გითქვამს. შენ თუ ქონია ისეთი გამოცდილება, აი, როდესაც შენ თუ გონია ფანჩი არა მაგ. აი, ანუ ბიჭი რომ მოსულა შენთან და ან თუნდაც მიმოწერით, ნუ მაგინდა ორის გარდა. რაღაც ესეთი pick-up line თუ გამოუყენებიათ. უსაშინლესი. უსაშინლესი. ხო. აჰა. ტოპ 3 უსაშინლესი. 3 არა, 2. 2. ტოპ 2 უსაშინლესი pick-up line. ამ ძალიან დირთია, არ მიყვარს დირთობები, მაგრამ მაინც ვიტყვი. ესე იგი, ერთმა ტიპმა ესეთი რაღაცა მითხრა, აბა გამოიცანი, შენსა და პარიზს შორის რა განსხვავებაა რა და არ ვიცი მეთქი და პარიზში ნამყოფი ვარა. ხო და მეორე, ანუ ესეთ რაღაცა მითხრა, რომ მინდა რომ სოფლიოში ყველა სკამი გავანადგურო. და რატომ მეთქი და რატომ მეთქი? რატომ მეთქი? ამოგწერე არ მახსოვს. რატო? ანუ იმიტომ რომ ჩემს სახეზე hell no, bro. ხო ძალიან საშინელებაა. ძალიან. რა აქვს ტვინში ამ ხალხს? კიდე კაი ძლიერი ხალი ხარ. ძალიან. თქვენ თუ გაინტერესებთ რამე, შეგიძლიათ ერთმანეთს კითხოთ. და მისვე შეკითხვა. არა, სულ მე ნუ მითხრა, ახლა მეკითხა. შენ გავუკეთე რა ეს. ოპა! კაი. რამდენი წლის ხარ? ლამასო. რა ვიცი 22 წლის ხდები ერთ თვეში შენ? მე ვარ 19-ის. მართლა? რა ვიცი, უგნა წადი.
მეგრა. და შემდეგ გამოუშვია. ანუ მინიმუმ 25 წლის მეგონა. ისე ვიძე ხარ. ანუ მართლა, ალბათ წვერის ბრალია. ზავას. იზა კავკას. ალადიც. გიჟდები ფრანგულზე. პარიზის შინაყოფი ხარ. არა. აი მოიცა ხა გამეცინებს ტექნაში და. რას მიყურებთ დალი. ბიჭო, ნუ მიყურებთ მართლა დამეღურება და მე შემდეგში რომ მომიწვევ, გაიხსენეო სამარცხვინო მომენტიო, ამას გავიხსენეო და გაგიხარდება? რა ოპტიმისტი. კაცი მოგტა იქ. შო? თან ანუ ავსოისის გამოყენებით უნდა το პატიჟო და იგზე. და თან ეს უნდა გავაკეთო. კი, წაიკი. Hell no, bro. წაიკი. თელ დიალოგის განმავლობაში ხელზე კოცნი. კი ბატონო. შენთან რა ხდება? ეს რა არის? დიალოგის დაწყებამდე ინსტაგრამიდან ლაივში უნდა გახვიდე პატიჟის დასრულებამდე. ანუ შენ ინსტაგრამიდან ლაივში უნდა გახვიდე და ხო? Hell no, bro. და ანუ ასე უნდა იყო. და მე ხელზე უნდა შეგხოზე კოცნი. და ანუ თუ არ მინდა ვსვამ. არა. გაურო. რო არ მინდა რა ხდება? რა არის არაფერი რა ეგეთი. არ მინდა რომ 10 წუთი ხელზე ვკოცნო. 10 წუთი არ გიწევს. უეჭველი მიწევს არის კასენი და კონტენტი წერია. აი ჯერ იტროს ბიჭმა და ლოთი ავოიე და პარკური. შენ რა უნდა ქან უნდა მიპასუხო მაგით? ხო. შენ ლოთი ხარ რა ის იმაზე გამოყვე ავოიე და პარკური. იტირებს ახლა შენ. აი გავდივარ ლაივში. მოგე შენ რა სამი მე ბეთლი მაგ კიდე მეორე ცხოვრებაში და არ მინდა რომ ეს ვქნა. არაფერი რა არის ამაში ცუდი. ბიჭო, თამაშია უბრალოდ. ურე, რაშია საქმე? ეს არის 10 ეს არის 10 punchline-ი, აიგე? კაი რა. აი ხა, გაიწიე ძმა. ხა, უნდა გადმოხვიდე. ადექი, ლაივში ვარ გასული, ხა. ხა. აი, უკვე 6 უყურებს. ხა. მაგის ხარჯზე, ხო? ხო. მოდი გასწორდი მაინც იქ არ ჩანხარ. სიტყვები არ მახსოვს. არა, ფეხები არ დააწყო. ეს არ არის. ეს საუთია ფრესკო და. ეს ცეზარია. არა ცეზარია. რაღაც ცეზარია. რაღაც მოце ლევანია. მიდი. არიქა სენი და კონტენტი. კონტენტი სენი და არიქა. ესეც გეტყვი. მიდი. ახლა დავალაგებ. დავაი. ბანი ვა? ბარში ვართ? სადაც გაგიხარდები? ბარში ვარ თქი. ბარში ვარ. სოულაკი ბარში. სტარო. პრივეტ. იდეალურია. მე მივცემ. არ შეიძლება. მამა ჩვენები უყურებენ. ხო, მამა ჩემი უყურებს. მე ყაზბეგიდან ვარ წარმოშობით. ყაზბეგიდან ხარ? მე საასჭო უბრალოდ. მე აშროში ვარ. ანუ ჩემზე გადმოვიდა. არა. გააგზავნე. კაი. ეს რაღაც მოვიფიქრე. დავაი. გამარჯობა. მაგარია. შენ საუხსენი რომ ეს უბრალოდ კონტენტია. ლოთი ხარ? არა. შენ პასუხობ თან? ხო შეგვიძლია ესე საუბარი. ხელზრა თوارკოს. ბიჭო, მაცადე ზმა, შენ რა გინდა? ოპერატორი ხარ? არ ხარ. უნდა მიპასუხოს, ესე? დიალოგია. დიალოგია. ადამიანს რო ეკითხები, რაღაც პასუხობს. კაი. რა მკითხე? ლოთი ხარ თქო? არა. აი საათია. ძალიან კაი. შემდეგ. აი ესეთი სენი მაქვს ბარში ლამაზგოგოს რო ხედა უნდა მივიდე და ფრესკოში უნდა დავპატიჟო, ამიტომ მალე წავიდე, თორე არიქა დაიკეტა.
რა თქმა უნდა. არკურს გააკეთებ, არკურს კეთება იცი? აი კიბია და რო არ წავიქცე კიდე ერთხელ პირდაპირ დალჩოქს მიმცენ. აბოი რას ნიშნავს? აბოი არის შეძახები რომ აბოია. კლასიკები. წავედით? არა, ფრესკოში არ წამოვა. всё, აი შეასრულა. შეასრულა ყველაფერი. შეასრულა კი, ყველაფერი. აგდებული. უკაცრავ? ჰა? ანუ წავედით ფრესკოში თქო რა, ანუ არა, ფრესკოში არ წამოვა. მე მაინც მამამისზე მეფიქრება ეხა სხვა გემოვნება გაქვს. შენც უნდა გეფიქრებოდეს უკვე. ყაზბეგიდან არის ვა. განმგმიროს შეიძლება რა. რო ემზადება და ერთი უნდა განუგმირო. ოკეი. შეგიძლიათ ისაუბროთ რა ნებისმიერ თემაზე, რაც გაინტერესებთ ერთმანეთზე, რა ვიცი. რატო გაქვს ეგეთი დამოკიდებულება იმ თემასთან დაკავშირებით, რომ მამა ჩემი ყაზბეგიდან არის? ბენგ! იმიტომ რომ შენ გაუსვი ხაზი ეგეთი ანუ מחული ჩარტყი მანდრა მამა ჩემი ყაზბეგიდან არის ანუ ხელზე უნდა გაკოცოსო და ბაბა ჩვენები უყურებსო და თან ყაზბეგიდან არის რომ მაგაზე შენ გააკეთე აქცენტი ხო ანუ რაზეც თქვი აქცენტი შენ გააკეთე მაგაზე ოკეი და მე რაღაც მოთხრობებიდან განეგონი მაქვს რომ აი ცხვარს რომ არავდნენ გმირავ და მგელს ყაზბეგი გვარსაც წვიდავდნენ რა გვარებსაც წვიდავდნენ. ხო და მით უმეტ. გვარი ხარ? აბა რა. შენი საქმიანობით რას აპირებ? ჩემი საქმიანობით რას ვაპირებ და მინდა ძალიან დიდ წარმატებებს მივაღწია მოდის. აი ზედა ზღვარი სად არის აი შენ დასაცმელს ბანი ჩაისმევს ბეთლზე თუ ანუ აი სად იტყვი რომ საიდან გამოიცანი? კელვინ კლეინი ვარ. როდის იტყვი? კელვინ კლეინი არა. პირობითად ვამბობ, კაი, ჩემთვის ყველაზე დიდი მის იქნება რა ქვია კომპლიმენტი, როცა რიკოვენს ან რაღაც ეგეთ ფრენდს შემადარებენ. ვის? რიკოვენს. ანუ ეხა რო შეგადარო მორჩები მოღვაწეობა, ანუ აი არც კი შემიქნია არაფერი, ანუ სად გექნება თქო ზედა ზღვარია რომ შეგადარებენ ვიღაც არა ანუ კელვინ კლეინი აუ ძალიან გავხარიკო ის და всё ხოლმე ჩამოვკიდე სად უნდა გაიყიდოს შენი ზმანი მეორადებში ანუ მე ანუ ზედა ისინი როა ხო იცი გძელი ჯოხი რო ჭირდება ის ჩამომიხსენი რა მე არ ვაწევია აი ვის უნდა ეცვას თუ ანუ რა ანუ ვაფშე რა გინდა ანუ არ მინდა აი შენ რა გინდა მე მინდა რომ გრემი მოვიგო ძმა ძმა ამას უთხარი შეიძლება შენ უთხარი აი შემზე ავიღებ ანუ ნახე წარმოუდგენელია თუ არ არის წარმოუდგენელი fake it till you make it რა ზედა ზღვარი არის გრემის თუ მოვიგებ ძალიან მაგარი იქნება ხო და შენთვის რა არის ეგეთი ხო და მე არ მინდა რომ მილიონები და როგორც ყაზბეგში ყოდი მილიონები და რაღაც ეგეთი მაყუძე არ გეუბნები ანუ არ მინდა რომ აი ანუ ისე პროტეინი რო ჩაიცვას ლაივზე რო აცალო გეტყვის ანუ ხო უბრალოდ ჩემი მიზანი არის რომ ვაკეთო ის საქმე რაც მიყვარს და შემოსავლიანი იყოს. ისე. თუ რაღაც ძალიან დიდ წარმატებას მივაღწევ, მაგაზე კარგი არ არის არაფერი, მაგრამ ანუ რავი. ყველაზე მთავარი არის ის რომ შემოსავლიანი იყოს უბრალოდ და ვაკეთო რაც მიყვარს. აი არანაირი ჰობი არ გაქვს, ანუ სპორტით არ ხარ დაინტერესებული, ანუ ოდესმე იყავი სპორტით დაინტერესებული. შენ სხვათაშორის ფეხბურთელი იყავი ხო? მამა ჩემი ფეხბურთელი იყო. გამაცანი. აუცილებლად. რომ განგმიროს? არა. რომ დამიპატკატოს. ოკეი. ავი ფეხბურთელი. რამდენი ხანი ყავი ნომერი? ჩემი მწვრთნელი იყო პუცუ. და ესეთი ამბები რა. შენ რა იყავი? 4-5 წლის მანძილზე ვთამაშობდი პროფესიონალურ ჩოგბურთს. ჩოგბურთს. ჩოგბურთისა ხო? არო, იმაში მერევა სულ. იმაში მერევა სულ პორნოში. ბიჭო, არა, გოგონო სპორტსმენია სულ მივდივარ იმაზე, ხელბურთზე, რატომღაც რა და უცებ. ოკეი. გევასება შიშარა ტიპები? დამრტყმელი ხარ? ჰა? არა, მე უნდა დამარტყა? სუპერად მაინტერესებს. ხო, მაშინ ეს შიშარა არ გამოდის. მე მეშინია მარტო
აი მარტო რა, მეტი არაფრის. ანუ აი რეპ ანუ ინსტინქტურად რამის მეშინია, მაგას არ ვთქვა, ეხლა ლომი რო იყოს იგი, ასნა არ შემჭამოს, მაგრამ ლომის სტუდიაში პანიკურად მეშინია მარტო გველის. აი გველი არ წამოგღია ხო? სადმე რომ ნახო უეჭველი უკან დაგიდგები ესე და რავი რაც გინისკენი. და რამე ისეთი აბსტრაქტულის მაგას ვერ ვაკონტროლებ გქონდა. არა. ან სიბნელის ან რაღაც ეგეთი არა. ეს სიმაღლის არ გეშინია. აი საკმარისად მაღლა სიმაღლის? ყოფილვარ რომ შემეშინდეს და მაღალი გოგოების არა აი შენზე ორი თავით მაღალი რო არის. არა თავს მოვაჭრი თავს მოაჭრი. აუ შენ ისე გეშინია. ხო, არ ვიცი, მე მგონი სიმაღლის მეშინია. ზუსტად ვერ მგონი? გავარკვია. გველის ვერ არ გავარკვია გეშინია? ზუსტად. ზიზღი უფრო მაქვს, ვიდრე შეშე. მოიცა ეს მაინტერესებს გეტყვი, ვერ მგონი, გავარკვია. ანუ რატო? მაღალ შენობებზე ადიხარ და არ ყვევ. არა. არა. რაღაცა შემდეგი შენობა. ანუ მაღალ შენობაში როცა ვარ ან სადღაც მაღალ ადგილზე, ანუ არ მეშინია რა, მაგრამ როცა სიმაღლიდან ვიყურები, ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ანუ მაღალი. არა, ანუ ახლოს მოდის ყველაფერი და ანუ მგონია რომ გადავხტები. მაღლა კი, უსმენ. ანუ მაღლიდან რო იყურები არ მეშინია, აბა ქვევიდან რო უყურები. ანუ ვერ აუ ეხა იქიდან რო ვაიმე! ბავშვი ყველა სიტუაციაში რო ეგრე აკეთა. ვაიმე! აბა ანუ მაღლიდან რო ვიყურები არ მეშინია, აბა როდის გეშინია? გაჩერებასთან რო ზის და უბრალოდ რო აიხა. ბიჭო, მარტო ვერ გავიგე. აბა როდის გეშინია სიმღერა? ანუ სიმაღლეზე რო ვარ, არ მეშინია თქო, მაგრამ აბა სიმაღლიდან როცა ვიყურები, მაცადე. სიმაღლიდან როცა ვიყურები, მგონია რომ ყველაფერი ახლოვდება და უნდა გადავხტე და მეშინია. სართულზე სახლში არც მე არ მეშინია, რო იხედები მაგ დროს გვეშინია ყველა სიმაღლის, ვისაც გვეშინია რა. სხვათა შორის ბევრს ანუ სიმაღლეზე ყოფნისაც ეშინია. თუ არ გადაახედები, ვერც გაიგებს რომ სიმაღლეზეა, ამიტომ უეჭველი რო იყურები, მაშინ აი გეშინია. საბაგიროზე. შენ თქვი რომ როცა ვიყურები, მაშინ არ მეშინიაო. კი, ეგრე თქვი. საბაგიროზე რა სამოვიდა? აი საბაგიროზე როცა ვარ არ მეშინია და ეხლა სიმაღლის ვისაც ეშინია, მანდაც არ ადის. მან ქვემოთ თავარია, იყურები. რომ არ ფეხი თუ ხარ ვიყურებოდი. დაკიდებული ყველა არა, მან ზემოდან ქვემოთ იყურები და არ შეგეშინდება. ქვემოდან ზემოთ უნდა მან იყურებოდი, ხო. მან ისაა პრობლემა. თქვენ მითხარით ახლა რამე ისეთი ადგილი, უცნაური ადგილი, ან თქვენთვის განსაკუთრებული ადგილი, სადაც ყოფილხართ რა, თუნდაც მარტო, თუნდაც მეგობრებთან ერთად. ნიკუშ პეპერო. აა. შეგიძლია. Rage room. Rage room. Yeah. ოკეი. კი, არ ყოფილა, მაგრამ მაქვს სურვილი მან დასვას. Rage room-ი ის ადგილია, სადაც ყველაფერს ლეწავენ თუ? ხო. სტრიპტის კლუბია. ვაუ, ვართ. ისე სხვა შორის ძალიან მინდა სტრიპტის კლუბში ერთხელ მაინც მივიდე როგორც სტუმარი. როგორც სტუმარი. როგორც სტუმარი. ანუ კაცების სტრიპტის კლუბში თუ არა, ქალების სტრიპტის კლუბში არ მინდა, ანუ არა? კაცები, ორი წამი. მოიცა? გულის ორი წამი. მოიცა? რომელი მინდოდა? არა, ქალები როც ეკავენ. ვინები როც ეკვა? ქალები როც ეკავენ, იმიტომ რომ ძალიან ლამაზად მიმოჩნია, ანუ ხელოვნების ერთ-ერთი სფერო არის და სტრიპტიზი რო იცეკვო, ანუ იდეაში ძალიან დიდი ძალისხმევა ჭირდება მაგას. და ძალიან ბევრი უბრალოდ რაღაცნაირ რა სჭირდება დიდი ძალისხმევა? რო იცეკვო სტრიპტიზი. რო იცეკო სტრიპტიზი. და გამგებიანი мама. შენზე არ მითქოს, ანუ მართლა ხო. ან გულშემატკივარ. მიდი შვილო. ჩემი შვილია. ეტა მოისის. აი მამა. ვაი. საღოთემო. ჩემი 10 ლარი აგერ ჭამერას. ვაიმე. ოკეი. სად ვერთობით? სად ვეთხოვით? დაგვათენდა. სახელოსნოს ვერიფიკაციაც კი მაქვს. ხუმრობ. ტესი მიყვარს ძალიან. რა იცი ტესზე?
ჩემს მაგაცი არის ხოლმე. მაგეებში. ტესებში დადის ხოლმე ეგ. ევროპაში. მირეკავს და ტესებში წავიდა ძმა. ხელფასი მაგაი. ხო, ხელფასი დამერე ზღა ტესებში წავიდა ძმა, ვიგულაო. ულაშებზე ოსტრიაკს. როიწმინებს და კაი ტესები. კაი არაკი მივცედა. მივცემ ზუხტა. მივცედა მაგრამ. კაი ტესები, კაი სალათი, შვენიერი. ქართული შოუ ბიზნესიდან საშინელება არ არსებობს. ძალიან ცუდია. ფსკერზე დაბლა, საზიზღრობა. ხატია წერეთო სამხელა წონა თუ ქონდა არ ვიცოდი. ის უნდა მეკითხა რომ ანუ ქართული შოუ ბიზნესიდან ბიპოლარია იმენაჭი ძალიან ანუ არა რაღაცა ცუდი არ არის არიან ანუ ყველაზე არ ვამბობ რა თქმა ხო არა მეინ არტისტების უმრავლესობაზე ვამბობ თორე ანდერგრაუნდში პოპშიც როკშიც და ხო და იმის კითხვა მინდოდა რომ ქართულ შოუ ბიზნესში თუ ყავთ ვინმე ცნობილი ანუ ქრაში იცი ვინ გეტყვი მითხარ შენს თქვი მანამდე ხო არ ვიცი მე არ ვიცი ისა რა ქვია ჩემი ძმა სოსო ფრისია ხო ფრისია ძმა ხო ეგრე ქვია შავკანიანი ბანდილოსანი რო ფრისია ძმა არ არის ქართველი მაგრამ ვაფშე არ მაინტერესებს ქართველია ხო აუ ლამაზია ანანოც ძალიან აბუჭერით ქართველი ვარ ეგ აბუჭერით ანანო ახმეტელი არა ფერსად არა მოვჭერი კიდევ ვინ ბიჭები არ მახსენდება მარტო გოგოები ყავს შოუ ბიზნესში ბიჭები არც ვერ მახსენდება მერაბ სეფაშვილი ბიგ ტიკო მერაბ სეფაშვილი გია სურამელაშვილი ეგ გოგოა და ჩემი კრაშია უნდა გეტყვი ბიგ ტიკო ვერ უეჭველი ვინ ბიგ ტიკო ბიგ ტიკო დროინდელი ბიგ ტიკო ბიგ ტიკო ყველას всё ბაზარ კი პირველმა ჩაიცვა შორტი საქართველოში მე მგონი ჩემ ბიგ ტიკო უეჭველი შენ ვინ ყავს ეს მსოფლიოში ვიღაცა და ვსიო მსოფლიოში ვიღაცა თუ გინდა ვიცი თუ გინდა გოგო მსოფლიოში ვიღაცა და ვსიო არის ჩემთვის მაქს რეინდერსი რომელიც არის ჩემი საყვარელი ბრენდის MXDVS-ის დიზაინერი სოსო I'm calling you ვაუქმებთ რა თვალები დახუჭეთ პედერა მიძინეთ ცერათითის მოძრაობით უნდა მანიშნოთ მოგეწონათ თუ არა თქვენი მეწყვილე რა 1 2 3 ვსა აუ всё აუ არა ძალიან მეწყინა აუ გაწყენინე სოსო სოსო ყავს ChatGPT იმენა სოსო კარგი პიკაპ ლაინი მითხარი კაი რატო ჩამოწიეთითი მე ვიცი აუ არ ვიცი ძალიან ხერხული სიტუაცია ხო ძალიან ხერხული სიტუაცია იყო და ესე ვქენი რომ თავი დამეზღვია მაინც მე გეტყვი ეხა ამას რო ეკნა ეს და მე რომ ეკნა ეს ხო იყო რაღაც შანსი რომ ეს მეკნა всё არა მე ძალიან გულჩული ვარ ტილს დავიწყებდი აი ხო გითხარი რატო დაიწყები არ ვიცი მე ფილოსოფოსი ვარ სოსო ანუ ეგ იყო მართლა რა ანუ მე რო ეს ეფექტი დავას ესე ვაფშე სოსო არის ჩემი ტალენტი სოსო არავინ რო არ იყოს ახლა პროსტო რო იძახი ჩემი ალტერნატივა ვიღაცა სოსო რო ეჩვენება ხო ფილოსოფოს სოსო სოსო შენ გიაცვალე ტესტებში ხო მიდივარ
მადლობა რომ გიყურეთ წარმატებებს გისურვებთ და გამოიწერეთ არხი. მე გეტყვი შენ თუ ესეთი მგრძნობიარე და გულშვილი ხარ ვინმე სული დავამტყოფის ცუდ კომენტარს თუ წაიგითხავ დაიგიდე ვიცი. მე ვიქნები